ადამიანთა უმეტესობა ფიქრობს, რომ კაცობრიობა პლანეტას მთლიანად აკონტროლებს, მაგრამ მსოფლიოში ყოველდღიურად ხდება ისეთი მოვლენები, რომლებიც გვახსენებს თუ ვის ეკუთვნის დედამიწა რეალურად. ამ ეპიზოდში ყველაზე წარმოუდგენელ სტიქიურ მოვლენებს გაჩვენებთ. 2022 წლის გაზაფხულზე ჩრდილოეთ პაკისტანში მდებარე ძველი ხიდი მას შემდეგ ჩამოინგრა, რაც მან ადიდებული მდინარის ძალას ვეღარ გაუძლო. ადგილობრივ მოსახლეობას და მაშვერებს მხოლოდ ის შეეძლოთ, რომ მოვლენებს უბრალოდ შორიდან დაკვირვებოდნენ. წარმოიდგინეთ იმ ადამიანების რეაქცია, რომლებიც ხედავენ თუ როგორ იქცევა მათი ქალაქის ქუჩები მდინარეებად. იმ დღეს წყალი ყველგან იყო. ეს უეცარი წყალდიდობა 2010 წელს ჩრდილოეთ იტალიის საპორტო ქალაქ გენუაში მოხდა. ზღვაში დაწყებული შტორმი მალევე წყალდიდობაში გადაიზარდა. ქალაქში წარმოქმნილმა მდინარეებმა მიწისქვეშა არხების სისტემები დააზიანა, რის გამოც ისტორიული უბნები მთლიანად დაიტბორა. წყლის სწრაფმა ნაკადმა მანქანები ასობით მეტრის მანძილზე წაიღო. ზვავები სამსვლელებს ყოველთვის პრობლემებს უქმნის. პაკისტანში ტურისტების მიერ გადაღებულ ამ კადრებზე ზვავთან შეხვედრის მომენტი აღბეჭდილი. ეს შემთხვევა ნათლად გვიჩვენებს, რომ 30 კმ/სთ-ით მოძრავი ზვავი ადამიანებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. ბუნების რეალურ ძალას ალბათ ყველაზე უკეთ ტორნადო აჩვენებს. ეს გიგანტური ტორნადო 2016 წელს კანზასში დაფიქსირდა. მის ფონზე პოლიციის მანქანები ისე გამოიყურებოდნენ, თითქოს ისინი სათამაშოები ყოფილიყვნენ. Hey, let's get up to it. It's gonna rope out here. It's gonna rope out. ახლა კი წარმოიდგინეთ, როგორი გრძნობა დაეუფლებოდათ იმ ადამიანებს, რომლებიც ტორნადოს წარმოქმნის მომენტში არა ხმელეთზე, არამედ შუა ზღვაში იმყოფებოდნენ. სწორედ ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდა კორი სმიტი. 2019 წლის ივლისში, როდესაც ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროს თავს ტორნადო დაატყდა, ის სანაპიროდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით იალქნიან ნავზე იმყოფებოდა. იმ დღეს სტიქიის გამო რამდენიმე იახტაც კი ჩაიძირა. საბედნიეროდ, ნავი, რომელსაც კორი მართავდა, არ დაზიანებულა. როდესაც ქარიშხალი ჩადგა, ის ნაპირზე უსაფრთხოდ დაბრუნდა. (2025) წლის 16 მაისს სენტ-ლუის გამანადგურებელმა ტორნადომ გადაუარა. მისი სიჩქარე 240 კმ/სთ იყო. ძლიერ მაქარის ნაკადებმა ათასობით ადამიანის სახლის გარეშე დატოვა. ვულკანის ამოფრქვევის სუსტი დროის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომაც ამ ფოტოგრაფს რამდენიმე დღიანი ლოდინი დასჭირდა იქამდე, სანამ ის ამ წარმოუდგენელი მომენტის დაფიქსირებას შეძლებდა. მას გაუმართლა, რომ გაცხელებული ლავის ნაკადები მისი მიმართულებით არ ამოიფრქვა. სტიქიური მოვლენები იმდენად სწრაფად ხდება, რომ ხშირად ადამიანებს მოქმედების დრო თითქმის არ რჩებათ. ეს ინციდენტი ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში მოხდა. ძლიერი წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარემ ქალაქის ცენტრში უზარმაზარი ორმო წარმოქმნა. წყალმა ერთ-ერთი სახლის საძირკველი ჩამორეცხა და მალევე ორსართულიანი შენობა ორმოში ჩავარდა. საბედნიეროდ, მაცხოვრებლებმა შენობის დატოვება დროულად შეძლეს. ცოტა რამ შეიძლება გამოიყურებოდეს იმაზე საშიშად, როგორც მოულოდნელად მეხის ჩამოვარდნა. მსგავსი შემთხვევა მოხდა ჩინეთშიც, როდესაც მაგისტრალზე მიმავალი მძღოლის მანქანას მეხი დაეცა. შეშინებულმა მძღოლმა ავტომობილი ინსტინქტურად დაამუხრუჭა, მაგრამ დარტყმის შემდეგ ის აღარ დაიქოქა. ყველაფრის მიზეზი კი ისაა, რომ ელვის პირდაპირ იმოხვედრა ავტომობილში ძაბვის მატებას იწვევს, რაც ელექტრომოწყობილობებს აზიანებს.
ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციაში ადიდებულმა მდინარემ სანაპიროზე არსებულ 16 სახლს საძირკველი გამოაცალა. საბედნიეროდ, მაცხოვრებლებმა ბზარები კატასტროფამდე რამდენიმე დღით ადრე შენიშნეს და ტერიტორია სასწრაფოდ დატოვეს. ქარიშხალი ადამიანებისთვის განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს, რადგანაც არასდროს ვიცით, თუ რამდენად საიმედოა მეზობელი შენობის სახურავი. ტორნადოს წინ ყოველთვის ახლავს გარკვეული ნიშნები. ასეთ მომენტებში თავარია ემოციებს არ ავყვეთ და თავშესაფარი, რაც შეიძლება სწრაფად ვიპოვოთ. ეს წარმოუდგენელი ტორნადო ურუგვაიში დაფიქსირდა. ზოგჯერ ტორნადოს საბრის დიამეტრი მის სიმაღლესაც კი აღემატება. ეს ამინდის მკვეთრი ცვლილების კიდევ ერთი მაგალითია. ის რაც უბრალო ქარით ჩანდა, მოულოდნელად სრულმასშტაბიან ქარიშხალში გადაიზარდა. შეშინებული მძღოლები გზაზე გაჩერდნენ და უყურებდნენ, თუ როგორ ამტვრევდა ძლიერი ქარის ნაკადი ხეებს. ეს ზავი კოლორადოს შტატში ჩამოწვა. მან მთისძირას მდგარი რამდენიმე შენობა მომენტალურად დაფარა. ოპერატორის ხმით თუ ვიმსჯელებთ, ეს მომენტი ნამდვილად სანახაობრივი უნდა ყოფილიყო. God, the wind. Crazy. Whew. ეს შტორმი Queensland-ს თავს 2014 წელს დაატყდა. სტიქია უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე გამანადგურებელი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ის მხოლოდ 9 საათს გაგრძელდა, ქარის ნაკადები წამში 40 მეტრს აღწევდა. ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ 2000-მდე სახლის სახურავი დააზიანა. ქარი იმდენად ძლიერი იყო, რომ აეროპორტში რამდენიმე თვითმფრინავიც კი გადაბრუნდა. ქარიშხლის შედეგად მიყენებულმა ზარალმა $1 მილიარდ გადააჭარბა. ეს გიგანტური ლოდი საცხოვრებელი სახლიდან სულ რაღაც რამდენიმე მეტრში გაჩერდა. წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, ლოდი მოძრაობას დროულად არ შეწყვეტდა. 100 წლეულების განმავლობაში ფერმერებს მთისძირში ვენახები ჰქონდათ გაშენებული და მათ მთიდან საფრთხე არასდროს უგზნიათ, მაგრამ იმ დღეს ის ფერდობიდან 4000 კუბურ მეტრზე მეტი ქვა ჩამოცვივდა. სტიქიამ ზოგიერთი შენობა მთლიანად გაანადგურა. ალპების მსგავსი უძველესი მთებიც კი შეიძლება წარმოუდგენლად არაპროგნოზირებადი იყოს. აი რა ხდება მაშინ, თუ სახლის აშენებას პოტენციური წყალდიდობის ზონაში გადაწყვეტ. ძლიერ დინებას ადამიანის მიერ შექმნილი ყველაზე მყარი კონსტრუქციების განადგურებაც კი შეუძლია. სეტყვა იშვიათი მოვლენა ნამდვილად არა, თუმცა ყოველ ჯერზე მას ადამიანებისთვის სერიოზული ზიანის მიყენება შეუძლია. ეს სტიქიური მოვლენა სამხრეთ გერმანიის ქალაქებს თავს 2023 წლის ზაფხულში დაატყდა. სტიქიამ ყველაზე მეტად გარეთ გაჩერებული ავტომობილები დააზიანა. ხანდახან ადამიანები სტიქიებისგან ისე გარბიან, თითქოს ისინი ფილმის მთავარი გმირები იყვნენ. ეს წარმოუდგენელი შემთხვევა ჩინეთში მდებარე სიჩუანის პროვინციაში მოხდა. მასიური მეწყერი მთებიდან პირდაპირ გზისკენ წამოვიდა. დამცავი ნაგებობის მიუხედავად, ტალახისა და ქვების მასა მაგისტრალამდე მიაღწია. შემაკავებელ კედლებს კატასტროფის გადადება შეუძლიათ, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ რელიეფი მშენებლობისთვის გამოუსადეგარია, უნება საკუთარ გზას მაინც იპოვის.
ამ ავტომობილს ნამდვილად არ გაუმართლა, რადგანაც ის სამხრეთ-დასავლეთ გერმანიაში მომხდარი წყალდიდობის მსხვერპლი გახდა. Und wahrscheinlich dabei zerstört werden. Hoffentlich ist dieser Wohnwagen leer, da ist noch ein Vorzelt dran. Den zerreißt in diesem Moment. ძლიერმა ქარმა საბაგიროთი ერთი ჩვეულებრივი მგზავრობა შესაძლოა ექსტრემალურ სიტუაციად აქციოს. მიუხედავად იმისა, რომ ეს კარიერში მიზანმიმართული აფეთქების შედეგი იყო, კადრები მაინც შთამბეჭდავად გამოიყურება. ასეთი შთამბეჭდავია ექსკავატორის ბრძოლის გამბედაობაც, რომელიც დარტყმის ტალღასთან ზედმეტად ახლოს აღმოჩნდა. ცეტყვა საფრთხეს იმ შემთხვევაშიც კი წარმოადგენს, თუ სახლში ვიმყოფებით. ავსტრალიაში ძლიერი შტორმის დროს ცეტყვაც წამოვიდა, რის გამოც ამ სახლის ფანჯრები მთლიანად ჩაიმსხვრა. ცეტყვა სხვადასხვა ზომისაა. ცეტყვის მართლების დიამეტრი, როგორც წესი, რამდენიმე მილიმეტრიდან რამდენიმე სანტიმეტრამდე მერყეობს, მაგრამ ქალაქ ვერონას სიახლოვეს ჩამოვარდნილი ეს ყინულის ბურთები ბილიარდის ბურთების ზომის იყო და განსაკუთრებით უცნაური ის არის, რომ ცეტყვა ღამით დაიწყო, რაც საკმაოდ იშვიათ მოვლენად ითვლება. თქვენ ხედავთ კადრებს, როგორ ანადგურებს ადიდებული მდინარე ახალხიდს. მდინარე ატლანტიკური ციკლონის გამოადიდდა. 2022 წლის 16 სექტემბერს ციკლონმა პუერტო-რიკოს სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროს დაარტყა, რის შედეგადაც მთელი კუნძული ელექტროენერგიის, ხოლო თითქმის მილიონი ადამიანი სასმელი წყლის გარეშე დარჩა. Dios mío, qué dolor me da. Ay, no, eso me duele. Ay, Dios mío. ჩინეთში მდებარე იუნანის პროვინციაში ძლიერი წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარემ რამდენიმე სახლი წაიღო. კარგია, რომ იმ მომენტში ამ სახლში არავინ იყო. 2023 წლის სექტემბერში ჩინეთის სამხრეთ ნაწილში ძლიერი ტაიფუნი წარმოიქმნა. ქარიშხალმა წყალდიდობა გამოიწვია, რის გამოც რეგიონი კიდევ უფრო მეტად დაზარალდა. სტიქია მხოლოდ რამდენიმე დღე გაგრძელდა, მაგრამ მან უზარმაზარი ზიანი მიაყენა როგორც ინფრასტრუქტურას, ასევე სოფლის მეურნეობასაც. სტიქიის გამო რეგიონიდან 2 მილიონი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ზარალმა $100 მილიონ გადააჭარბა. მექსიკაში ძლიერი 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ასეთი ბიძგების დროს საფრთხე ისეთ ადგილებში ჩნდება, სადაც მას ყველაზე ნაკლებად ველით. მაგალითად, სათამრჯენის სახურავზე არსებული აუზებიდან გადმოღვრილი წყალი გამლელებისთვის სერიოზულ საშიშროებას წარმოადგენდა. სამხრეთ აფრიკის დედაქალაქ კეიპტაუნში ძლიერი ქარის გამო სავაჭრო ცენტრის შესასვლელთან მდებარე უზარმაზარი თაღი ჩამოინგრა. ერთმა მანქანამ თაღის ქვეშ მის ჩამოშლამდე რამდენიმე წამით ადრე გაიარა. ეს გიგანტური ბზარები პერუს ერთ-ერთი რეგიონის მაცხოვრებლების თვალწინ გაჩნდა. ნაპრალის სიგრძე თითქმის 2 კილომეტრი იყო და მის გამო ათობით სახლი დაზიანდა. ამ მოვლენების მიზეზი ძლიერი წვიმების შედეგად გრუნტის დარბილება გახდა. ხანძრის წინაშე მარტო დარჩენა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საშინელი სიტუაციაა, რომელშიც შეიძლება ადამიანი აღმოჩნდეს. მამა და შვილი გლეიშერის ეროვნულ პარკში სალაშქროდ იმყოფებოდნენ, როდესაც მოულოდნელად მათ წინ ყველაფერი ცეცხლის ალში გაეხვა. გაქცევის დროს მათ პირდაპირ ცეცხლსა და კვამში გავლა მოუწიეთ. საბოლოოდ ისინი პარკის თანამშრომლებმა გადაარჩინეს. Dad, what if a tree falls on us? Please God help us. ეს სტიქიური მოვლენა გერმანიის მთიან რეგიონში მდებარე პატარა სოფელ ობერსდორფში მოხდა. ძლიერი წვიმის შემდეგ სოფელში მდინარეები წარმოიქმნა. წყალმათან მძიმე ქვები და ტალახი მოიტანა. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ეს ნაკადი ადგილობრივი მოსახლეობის ეზოებსა და სახლებში მოედინებოდა. მაშველებს ტალახისა და წყლის ნაკადებისთვის მიმართულების შესასვლელად ბეტონის ბარიერების დაყენება დასჭირდათ.
ერთი შეხედვით უბრალო ნისლის კი შესაძლოა გამანადგურებელ ძალად გადაიქცეს. 2024 წლის დეკემბერში ლუიზიანაში მკვრივი ნისლის გამო 40-ზე მეტი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა.